even you, so you can imagine. რომ განმარტება ამ სპეცემას საშუალება რომ შემდგომში ვფიქრობ ეს იქნება ძალიან მძლავრი ნაბიჯი და მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი მიმართულებით, რასაც ქვია გაცილებით მაღალი სტანდარტის კანონმდებლობის შექმნა ამ სივრცეში, რომელიც ორიენტირებული იქნება უპირატესად ყველა მონაწილის, ყველა სუბიექტის უფლებების თანაბრად დაცვაზე და შესაბამისად პრაქტიკულად მისი ძირითადი სამიზნე იქნება ის მონაწილეები, რომელიც ყველაზე მეტად შეიძლება დღესდღეობით განიცდიან პრობლემებს საახსრულებო წარმოებების პროცესში. პრობლემა, რამაც განაპირობა ახალი კანონმდებლობის შემოღება, მდგომარეობს იმაში, რომ აუცილებელია გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტის კანონმდებლობის ქონა სახელმწიფოში, რომელიც გაცილებით უფრო ეფექტურად დაიცავს ყველა იმ მონაწილის უფლებებსა და ინტერესებს, რომელიც ჩართულია საახსრულებო წარმოებაში. ძირითადი მიზანია აღსრულების მონაწილე მხარეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების კიდევ უფრო მაღალი ხარისხით დაცვა. ასევე საახსრულებო პროცესის მთლიანობაში გამარტივება და ჩვენი ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან დაახლოვება და სინქრონიზაცია. არის რიგი საახსრულებო მოქმედებები, რომელიც მოითხოვს შესაბამისად სასამართლოში სანქცირებას, სასამართლოში გადატანას პროცესისა და შესაძლებელი იქნება კონკრეტული მოქმედების, მაგალითად მორიგების შემთხვევაში, რომ ეს პროცესი გადაწყვეტს თვითონ საახსრულებო ბიუროში. So the code is a structured approach to get a better regulation on enforcement. This is the first point. Second point, this is a tool for investment, to secure investment, but also to have a better human approach for debtors and for creditors, because enforcement of court decision is indispensable in a country where you have a rule of law.